გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ ეთერშია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, არაჩვეულებრივი ადამიანი პიროვნება, ბატონი გიორგი გიგაური. გამარჯობათ ბატონო გიორგი. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ბატონი გიორგი გახლავთ დიზაინერი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიაში მთის განვითარების კომისიის წევრი, პედაგოგი. ბატონ გიორგის აქვს ძალიან საინტერესო კვლევები, ძალიან საინტერესო თემებზე მუშაობს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ პატივცემულო ტელემაყურებლებო, აი ეს ის თემა არის, ის რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უკავშირდება ჩვენ ფესვებს, ჩვენს კულტურას, ჩვენს ძველ ტრადიციებს და ისეთ არქაული პერიოდიდან მოყოლებული აი ეს ცოდნა არის ჩვენთან. საიდან როგორ მოხდა, რანაირად მოვიდა ეს სიღრმეები ძალიან შორს მიდის და მაგრამ ბატონი გიორგი ძალიან სერიოზულ კვლევებს აწარმოებს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ქმედებებს იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი თაობა იყოს სწორ გზაზე. იცოდეს თავისი კულტურა, თავისი ფესვები, იცოდეს საიდან მოვდივართ. და გადაცემა ბაგრატოვანი მოგეხსენებათ, ზუსტად დინასტია ამ ფესვებზე იდგა და ამის გარეშე შეუძლებელი იყო ყოფა. ბატონო გიორგი, მოდით თქვენ შესახებ მოგვიყევით, პატივცემულ ტელემაყურებელს გავაცნოთ თქვენი თავი უფრო ახლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გიცნობთ თქვენ, მაგრამ ვინც ეხლა შემოგვიერთდება და ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელია, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პიროვნების, თქვენი კვლევების და თქვენი საქმიანობის შესახებ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბაგრატიონთ რო შეხვდებოდნენ ადრე ქართველი, ასე მიესალმებოდნენ დღეგრძელობა ბაგრატიონთ და დღეგრძელობა გქონდეს თქვენ ტელევიზიას ბაგრატოვანთან. უღრმესი მადლობა. გახაროთ. მუდამ გამარჯვებული გვეულოს და ყოფილიყოს. მე პირველ რიგში ჩემ თავზე და მოკრძალებულად მინდა ვთქვა, მაგრამ მე იმ პედაგოგებს ვინც მყავდნენ და საიდანაც ვიწყებ ამ ჩემს კვლევებს და იმას არ შემიძლია იმათი არ გავიხსენო ის პიროვნებები. ეთნოგრაფიული კვლევები იქნება თუ პალეოგრაფიული, თუ კი რამე დამიწერია და თუ კი რამე საინტერესო გამიკეთებია პატარა მაინც. პირველ რიგში ეს დავიწყეთ ჯერ კიდე კომუნისტების დროს, როდესაც პირველი წერილი გამოვაქვეყნეთ 2005 წელს საკვირველება ქართული ენისა და საინტერესო იყო, ბევრი დაინტერესება გამოიწვია მაშინ და მერე დავიწყეთ უკვე პალეოგრაფიულიც კვლევებიც, იმიტომ რომ მთის სალოცავებში ბევრგან შევამჩნიეთ ქვებზე იყო ნიშნები. ეს ნიშნები რომ შევადარეთ ერთმანეთს, ანუ სისტემა იყო რა, მოკლედ მეორდებოდა ეს ნიშნები. რომ შევკრიფეთ მერე დავიწყეთ მერე იმის გააზრება, რომ აქ ანუ არა ქართველებისა არაფერი იყო, ქართული კულტურა იყო ეს. პირველ რიგში მინდა რომ ის დიდი პიროვნებები, ენათმეცნიერი მიხეილ ქურდიანი, ხეთოლოგი ანა ხაზარაძე, გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი, აი ეს ამ პიროვნებების მინდა გავიხსენო და ნათელი იყოს მათი სული. ამენ, ნამდვილად. ეთნოგრაფიულ კვლევებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთაში როგორც ჩანს დაკონსერვდა ბევრი რაღაცეები, ბევრი კულტურა, ტრადიციები და ის ქართული რაც ქონდა, ხო ეს ძველი შემორჩენილი სამწუხაროდ ის მცოდნე ხალხი თითქმის მილია, თითქმის აღარავის შემორჩა, მაგრამ რაღაც ეკო მოდის, აი გადმოცემის ის, რომ აი ესე იყო, ან ჩანაწერები არსებობს, ასე თქვი ისე. მთელი ეს ჩვენი ეს კულტურა, ქართული კულტურა, როგორც ჩანს, იყო აგებული მონუმენტურ გააზრებას. ეს რას ნიშნავს? ანუ ადამიანი რაღაცას ლოცულობდა, რაღაცას მოიხსენიებდა, ამ დროს ის ფიქრობდა არა მარტო თავის ოჯახზე, არამედ მთელი სათემოს იმაზე,
თელ სათემოს ის როდესაც იფიქრებოდა, უკვე წარმოედგინე მთელი კუთხის ის მოიაზრებოდა და მთელი კუთხის როცა მოიაზრებოდა, უკვე მთელი ქვეყნის ის სალოცავების ის მოიაზრებოდა და ხსენდებოდა და ასე მოდის დღევანდელამდე, ვინც კი ამას ატარებს ასეთი მე. ეთნოგრაფიულ კვლევებში ყველაზე მეტად პირველ რიგში ეს წეღავთქვი პალეოგრაფიული კვლევები დავიწყეთ მოკლედ და ამაზე გამოვაქვეყნეთ წერილები და როცა ამ ეთნოგრაფიულ ამ პალეოგრაფიულ ნაშთებს ვიკვლევდით, აღმოჩნდა რომ ეს 80% არის კოსმოლოგიური ნიშნები სულ. Ну ეხლა ჩვენ ბორჯღალო ვიცით მარტო, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა რომ მთელი ეს ვავარება 120-მდე ქვა ვნახეთ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და ისტორიულ ლაზეთში. და ამ 120 ქვაზე არის 1400-ზე მეტი ნიშანი. აქედან 34 ნიშანი განმეორებადია. ანუ ეს ჩვენ ამას პირობითად უწოდებთ პიქტოგრაფიულ ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები. Ну ყველაზე მეტად ეს გავს უძველეს შუმერულს, კრეტულსაც გავს და ჩვენ ამას ყველაზე მეტი მსგავსება დავინახეთ იბერიულ დამწერლობასთან. ოღონდ როგორი ის არის, იცით რომ ამ ნიშნებს ფინიკიური დამწერლობის და ანლოსური დამწერლობის კვალი არ ემჩნევა. ეს რაღაც უფრო თავისებური, უფრო ისეთი იმით არის, აი ესეთი მინიშნებით თუ არ ვიცი როგორ არის გაკეთებული და აღმოჩნდა რომ ეს იცოდნენ ღვთისმსახურებმა. ანუ ქურუმების ცოდნა იყო ეს და ეს ქურუმების ცოდნა გადმოდიოდა თაობიდან თაობაზე და ასე იზრდებოდნენ მთელი ბატონო გიორგი, დაახლოებით რა პერიოდს მიეკუთვნება? სამწუხაროდ ეხლა აი ქვაზე ამოკვეთილი ნიშნები, ეს ქვები არის რამდენჯერმე გამოიყენეს, ხო? სალოცავების კედლებში, ციხეებში, ეს მეორადი გამოყენებისაა, ზოგი მესამედი გამოყენებისაა. ამის დათარიღება ძალიან ძნელია, მაგრამ ქრისტიანობამდელი რო ეს აშკარადაა. მაგალითად, ანტიკური დროის სვანეთში ვიპოვეთ ეს კერძზე ჩამოსაკიდებული სპეციალური ქვანიშნები, ამულეტები რა, რომელიც გარკვეული რაღაც მსუბუქი დანაშაულის თუ ქონდა ადამიანს, იმას მახში მიანიჭებდა, რომ უნდა ეტარებინა მოკლედ კერძზე ეს და ამას ატარებდა, ამას ასე ვთქვათ, იხდიდა იმას საჯელს და ამაზე ვიპოვეთ ესეთი ნიშანი რა, კერძოდ ხაიშის არქეოლოგიურ აღმოჩენებში და ის არის ანტიკური დროის. ასევე გრაკლიანზე აღმოჩენილი 3000 წლის დამწერლობა, ისიც ქართულადაა ასევე და ისეთივე ნიშნებია, როგორც აი მთის სალოცავებში გვაქვს შემოჩენილი. ანუ იცით რა როგორი სიტუაციაა გრაკლიანის წარწერასთან დაკავშირებით? არის გარკვეული მოსაზრება, რომ ეს წარწერა არ არის, ეს შეიძლება იყოს რაღაც ჩუქურთმა და რაღაც. მე აბსოლუტურად ვიხარები და წარწერა, იმიტომ რომ აშკარა წარწერა. ეხლა ეს სილაბურია, მარცვლოვანია თუ პიქტოგრაფიულ ხაზოვანია, ჩვენი ვერსია წარმოადგინეთ რა, რომ ეს არის სილაბურ მარცვლოვანი დამწერლობა ადგილობრივი, ანუ იმ ქურუმების და მით უმეტეს იეროგამიური ტაძრის წარწერა. იეროგამიული ნიშნავს საქორწილო დასალოცი რა, ნაყოფიერების. აი ეს წარწერის სხვათა შორის ისეთ საინტერესოდ, ანუ როცა ვერ შიფრავ ამ დამწერლობას, ეხლა ეს ერთ-ერთ პალეოგრაფს აქვს ნათქვამი, მაიკლ ვენტრისი იყო, რომ კრეტული ბეხაზოვანი ვინც გაშიფრა, რომ დამწერლობის წაკითხვა ადვილია, დამტკიცებაა ძნელი. ანუ მთავარია დაამტკიცო ეს დამტკიცება საკმაოდ რთულია, მაგრამ როცა ბილინგვა არ აქვს, ანუ ორენოვანი თუ არ არის. და ჩვენ შევეცადეთ ამის დამტკიცება იმ ხრივ, რომ რაც არქეოლოგიური ნივთები აღმოჩნდა, რა ხასიათის არქეოლოგიური ნივთებია, იმის იმით წარმოადგინეთ ჩვენი ვერსია, რომ ეს არის იეროგამიის ტაძარი და დაყოფიერების დასალოცისა. ანუ საქართველოს ტერიტორიაზეც ასეთივე ნიშნები გვაქვს მოკლედ რა, არის ესეთივე. და საინტერესო ისინი ასევე დიდნაურისა უფრო ძველია. ძველი წელთაღრიცხვის 13-14 საუკუნისაა. დიდნაურზედაც იგივე კოსმოლოგიური ნიშნები. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ქართული კულტურა, იბერიულ კოლხური კულტურა ეს იყო იმ გარემოსთან, იმ მონუმენტურ გააზრებასთან მოცემულობა, რომელსაც ჰქონდა ჩვენს ამ ენაში, ჩვენს ყოფიერებაში, ჩვენს ახთო წარმოდგენებში, ეს ყველაფერი ჰქონდათ, ეს ცოდნას სახით იყო შენახული, ეს კოსმოლოგიური ცოდნა რა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გადარჩენის ერთადერთი გზა, როცა საუბრობ ჩვენს მეგობრებთან ან სხვადასხვა წრეებთან, ახალგაზრდების განვითარება, განათლება და სამეცნიერო ცენტრების შექმნა რა, ერთ-ერთი ეს ყველაზე მთავარია. ეს თუ შეიქმნა,
ამით ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ იმის საშუალება თავისი პიროვნება გამოხატონ, თავისი განვითარება ნახონ ამაში. და ქვეყანაც განვითარდება, ჩაებმება რა და აღარ იქნება ახალგაზრდები, აღარ გაედინებიან, გენოფონდი აღარ დაგვეკარგება, აღარ წავა და რაიონებში და მთის მოსახლეობაც უფრო გაძლიერდება და განვითარდება რა. მთის მოსახლეობა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში. სავალალო მდგომარეობა ნამდვილად. ახალგაზრდა ოჯახები აღარ იქნება. მოკლედ ადრე მახსოვს ჩემ ბავშვობაში როშკაში სკოლა იყო, შატილში სკოლა იყო და აღარ არის ახლა ერთი ორი კაცი ხო ცხოვრობს რა ზამთარში და მე არ ვიცი ახლა ერთ-ერთი სოფელია კიდე ჩემი ბლოს სოფელი სადაც ერთი კაცია და გზაც არ აქვს რა ესე იგი. ხო და აი ეგეთი მდგომარეობა რა და მე ვფიქრობ რომ უნდა გამოსწორდეს როგორმე რა თორემ აი როგორი მდგომარეობა ჩვენ მოვწყდებით კავკასიას მოწყვეტას პრობლემა შეიქმნება უკვე და ძალიან ცუდი ის არის. აი მე მინდა მიმართო ჩვენს ხელისუფლებას იმ პირებს, ვისაც აქვს ზუსტად ხელისუფლება და ძალაუფლება იმისი, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს. ჩვენ მაქსიმალურად თქვენ აგერ წინვალეთ აყალიბებთ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან და ეს ყველაფერი რომ რამდენ ესე იგი ადამიანს დააბრუნებს თავის სწორ გზაზე იმ გზაზე და ანუ ჩვენი თვითმყოფადობისთვის და ჩვენი გადარჩენისთვის ესე იგი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ადრე არ იყო მაგალითად ის სკოლები ხო არ იყო ეხლა ძირითადად თავადაზნაურობა სწავლობდა სკოლებში და ჩვეულებრივ ხალხში არ იყო სკოლები მაგრამ იქ იყო ხალხური სკოლის პრინციპი იყო მოწყობილი მაგალითად საფიხვნოებში ისმენდნენ ახალგაზრდები უფროსების აზრს გამოცდილებას ოჯახში ისმენდნენ სხვადასხვა შეხვედრებზე ან ბჭეების დროს ისმენდნენ რომ ბჭეები როდესაც რაღაცა ჯული ქონდათ მაგ დროს ისმენდნენ და ამით გადაეცემოდა ეს ცოდნა. ანუ ცოცხლად იყო ეს ახალგაზრდები ჩართული ამ იმაში. ეხლა მოწყდა ეს ახალგაზრდა თაობა და ინტერნეტს არის მიჯაჭული სხვადასხვა უცხოეთის ინფორმაციებს უკვე და ეს იმდენი ინფორმაცია შემოდის რომ უკვე ვეღარ გადაუხარშიათ ესე იგი ანუ სწორი რა არის და არასწორი რა არის ამის გაგება გახდა პრობლემა რა ესე იგი რომ ამას ესეთ მდგომარეობაში როგორ ჩავარდით ერის ზოგიერთი საკმაოდ ისეთი დიდი მასაა რომელიც სწორი რა არის და არასწორი რა არის ქვეყნის განვითარებისთვის ქვეყნის გადარჩენისთვის ხო ეს გჭირდება რომ უნდა განათლება უნდა იყოს და უნდა მეცნიერება განვითარდეს ახლა პასუხისმგებლობის გზნობა აი მთაში მაგალითად პატარა ბიჭსაც მახსოვს რომ პატარა ვიყავი და იმას ვცდილობდნენ რომ აი რაღაცას როცა სუფრა იყო შეკრებილი და საახლობლო იქ აბა სადღერძელო გითხარი და გამოდი და ან რაღაცას ისეთ იმას დაგავალებდნენ რაღაცას რომ აი წადი და იქ ეს გააგებინე რომ აი ეს მოვიდეს და ეს ანუ პასუხისმგებლობის გზნობის ჩანერგვა ხდებოდა მე მის თქმა მინდა და ეს დღეს აღარ ხდება რატომღაც აი პასუხისმგებლობის ახალგაზრდას მოზარდს უნდა ჩაუნერგოთ პასუხისმგებლობის გზნობა მე თითქმის 17 წელი ვიმუშავე თითქმის კინაღამ ერთ-ერთ ორგანიზაციაში რომელიც საპატრიარქოს და ვატიკანის პროექტია და იქ ჩემთან მოდიოდნენ მოზარდები სკოლიდან რომელსაც მე-11 კლასელებმა ის არიცოდნენ კაცო სვეტი ცხოველი რომელ საუკუნეში აშენდა და ან ვინ იყო ამ შენებელი ნუ ეხლა იქ პედაგოგების ბრალი არ არის უბრალოდ ეს არის უკვე მოზარდების ბუნების ბრალია და ეს მოზარდების ბუნება კიდე ოჯახიდან ყალიბდება რა ოჯახში თუ არის ესე იგი სწორად დაყენებული ბავშვის აღზრდის ხო ბავშვი დაინტერესდება რა ამით ისი აშენებული ან ალავერდი როდის აშენდა ალავერდი და ან სხვა ტაძრები და ან ვინდა როგორ დაწერეს როგორ დაიწერა ვეფხვის ტყავოსანი და ან ვინ იყო ავტორი და ან რომელი რა ის იყო სასაბუძველიკო პასუხისმგებლობა აი რაღაცა საქმე რომ დაავალებ მოზარდს ხო ახალგაზრდას იმას უნდა გქონდეს იმის განცდა რომ იმას დაუფასდება ის რომ ყურადღებას მიაქცევთ ამის სწავლება ამის აღზრდა სამწუხაროდ მოშლილია რა თითქმის მოშლილია განათლება არ არის აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო გიორგი იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები თვითონ მთავრობასაც აქვს ძალიან კაი პროექტები და
ხალხი, აი მე რასაც უყურებ ჩემი გამოცდილებიდან, იცით როგორ არის თვითონ ხალხის განვითარების და ოჯახის ცნობიერების დონე არის ძალიან დაბალი. ეს ნუ ეხლა ამის მიზეზების კვლევა ცალკე თემა არის, მაგრამ ეს ფაქტია და ეს ფაქტი იწვევს იმას, რომ უკვე რთულ სიტუაციაში ვარდება მთლიანად ერი. კი. და ეს ძალიან ცუდია. არის ძალიან ბევრი კარგი პროექტი, რომელიცაც ვერაცნობიერებენ, რომ აი შეიძლება ეს გააკეთონ და აი ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ თვითეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ იცით რა არის პატივცემულო ტელემაყურებლებო? ყველა გადართული არის დღეს მთელი ეხლა ახალგაზრდობასთან მაქვს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ თქვენ საკმაოდ ამდენი ხანი ჭიდრო შეხება გაქვთ და იცით რა არის? მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ესე იგი მე ვიყო კარგად მატერიალურად, ძლიერად და დანარჩენს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს, როდესაც მე თვითმყოფადობაში ჩემი ფესვებზე სწორად ვიდგები, მე მატერიალურიც მექნება, ძლიერადაც ვიქნები და ჩემს თვითმყოფადობას მთელ მსოფლიოს გავაგებინებ და ღირსეულად ვიქნები. ანუ აი ეს მომენტია. ღირსების ის არის. აი ღირსების ის ხდება, აი დაკნინება ხდება რა და აი გარი მთელი ის არასწორი მიდგომაა რა. ეხლა ის სკოლები, რომელიც რაღაც განწყობას ქმნიან მოზარდებში, რომ ისწავლის შენ და აი მოკლედ ეს სწავლა იქნება თქვენი ცხოვრების ის ხო, მაგრამ როგორ ისწავლის, ხო ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრჯერ ყოფილა მაგალითად რთული მოზარდები, რომ მოუყვანიათ ჩვენთან ცენტრში, სადაც ვიყავი ადრე, რომ იქ მშობლებისგან ამას ცემის მეტი არაფერი უშველის უკაც. ცემა რომ შოლი იყოს, მაშინ აღარ მინდა ეხლა უხეშად თქვა, კახეთში ხო. არ არის და როდესაც ერთი თვე გავიდა, თვე ნახევარი გავიდა და ამბავს ანუ თავიდან რომ სანამ საჭმელს შეჭამს და სანამ რაღაცას დაიწყებს კეთებას, რომ ლოცვა უნდა წარმოთქვა ელემენტარულად, იმიტომ რომ ადამიანის გაჩენა ეს არის ღმერთის ნება ყველაფერი და საკვების მიღებაც უნდა ასწავლოს, აუხსნას ადამიანმა. ისე კი არა როგორც რაღაც ორთოდოქსული ესეთ შეხედულებით, რომ აი კაცრი იმით. ჩვეულებრივ გასაგები ნუ მოატყუებ, მოძაც უნდა ეხსნას რა, ეს არის პედაგოგების ძალიან დიდი ის არის პრობლემაა დღეს. ანუ პედაგოგების პრობლემა განათლებაშიც არის სისტემაში, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ აი პედაგოგებსაც სჭირდებათ ახსნის ის, რომ მათ უნდა დააინტერესონ, ხო, მოზარდს არ უნდა შეაქციო მოზარდ ზურგი და უნდა იყო მოზარდთან ესეთი. ეხლა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კიდე ცენტრი, რომელიც უფასოდ ვასწავლით პროფესიულ დარგებს. აქ უკვე ბიზნესმენების დამსახურებაა რა. ერთ-ერთი ორგანიზაცია, ერთ-ერთი ესეთი კასტა ქვია, რომელსაც ვცდილობთ რომ მოკლედ აი დიდებს რა უკვე ზოგი სტუდენტებია აკადემიიდან, ზოგი სხვადასხვაებიდან რომ უფასოდ ვასწავლოთ ეს რომ დევიზით რომ ისწავლე და ასწავლე. რაღაცა უნდა მოიფიქრო თვითონ აი განათლების სისტემა უნდა მოიფიქროს. 2000 წელს ვიყავი ბალტიის ქვეყნებში და იქ სხვადასხვა დევიზები ქონდათ კაცო სკოლებში. აი ერთ წელს ერთი დევიზი ქონდათ, მეორე წელს მეორე დევიზი ქონდათ რაღაცა და ეს ბავშვებს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რა. რაღაცა არ ვიცი, აი ხო უნდა მოიფიქრონ რაღაცა. ეს მე რას ვფიქრობ, იცით რომ თვითონ პოლიტიკოსების რაღაცნაირი წაბაძვა ხდება, იმიტომ რომ ერთმანეთს ბეზღობაში, ერთმანეთის წინააღმდეგობაში ამას მოზარდებიც უყურებენ. არ უნდა უყურებდნენ ამას მოზარდები და ახალგაზრდები ამ ესეთ დაპირისპირებას, იმიტომ რომ ჩვენი ერი ეს უძველესი ერი ვართ. უძველესი კულტურა ქონდა ამაზე, ერთმანეთის სტუმართმასპინძლობის წესები ქონდა, ერთმანეთის მოსმენის კულტურა ქონდა, კაცო. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ბევრი რაღაცები გადასახედია და საერთოდ ეროვნული პროგრამა თუ არ შეიქმნა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა და აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მინდა მე პირადად მამუკა ბაგრატიონი დიდ მადლობას გიხდით ყველა იმ პიროვნებას, ვინც ბატონ გიორგის დაუდექით გვერდში და დაეხმარეთ და კიდე დაეხმარებით, იმიტომ რომ ეს არის
უმნიშვნელოვანესი საქმე. კი, ძალიან და ახალგაზრდებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ჩვენ უდიდესი კულტურის ერი ვართ, უდიდესი ფესვებიდან, აი უძველესი ფესვებიდან მოვდივართ და აი ბატონმა გიორგი მახსენა კოსმოლოგიური ცოდნა. კოსმოლოგიური ცოდნა, ეს იცით რა მომხელა რამეს ნიშნავს და ბატონო გიორგი, მინდა რომ აი ამ კოსმოლოგიის შესახებ უფრო განვავრცოთ ეს თემა და ეს ყველაფერში ქონდა ეს კოსმოლოგიური, როგორც ჩანს, რომ ჩაუღრმავდით ამ მარტო ის გამომსახველობა არა იმ ის დედაბოძებზე რაც გვაქვს გამოსახული დარბაზებში და ან კიდობნებზე, ან ტანსაცმელზე, ან იარაღზე, ან სხვა. როგორც ჩანს, ენაშიც გვაქვს. მთელი ენა არის ინფორმირებული, კოდირებული ენა ამ კოსმოლოგიური ინფორმაციით. რას ნიშნავს ეს? ენაში სისტემურად ჩანს ცასთან დაკავშირებული უამრავი სახელები. სხვადასხვა რიტუალები იქ ფოლკლორში იქნება თუ სხვადასხვა იმაში და ამავე დროს მატერიალური კულტურის ძეგლებიც შეხვდა. ამაზე პროფესორი ირაკლი სიმონია და პატრი ჯეჯელავა იკვლევდნენ. მატერიალური კულტურის ძეგლები არის დაფიქსირებული, რომელიც ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის იყო. ერთგვარ მარკერებივით იყო ესეთი ძეგლები გვაქვს ჩვენ აქ მატერიალური კულტურის ძეგლები საროს და სხვადასხვა ხვამლზე და სხვადასხვა. და მე როდესაც დავიწყე ამაზე კვლევა ჯერ კიდევ მიხეილ ქურდიანის დროს, მაშინ ენაზე იყო საუბარი, რომ ენაში შეიძლება ამაზე, რომ ენაში უფრო დიდი მნიშვნელოვანი რაღაც იყოს ჩადებული ცოდნა. და მე რაც შევძელე ეს ბოლოს ეს წიგნი გავაკეთეთ, რომ ამ წიგნით მინდა რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ. ბატონო გიორგი, აი დიახ თქვენ წიგნი უკაცრავად, აი თქვენ წიგნთან დაკავშირებით მე ძალიან ბედნიერი ვარ, ბატონმა გიორგიმ გადმომცა დღეს ეს წიგნი და აი უზომოდ ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ჩაუჯდები და აი შევეხები ამ ყველაფერს და აი ბრძანეთ დიახ ზუსტად უკაცრავად. ნუ ესე იგი ენაში თაობიდან თაობას გადმოეცემოდა ეს ცოდნა, მთელი ეს სამყაროს შესახებ ცოდნა, ესე იგი და ამის ახსნა ეხლა რანაირად შეიძლებოდა ამის ახსნა, ერთი ახსნა არის პალეოკონტაქტი, მაგალითად, როცა მისაუბრია უფროს თაობებთან და იმათთან, პალეოკონტაქტი ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა ჩამოვიდა და უთხრა ამას მეცნიერება არ ცნობს და მე დავადექი მეორე გზას, ისევ ქართულ ენაში გვაქვს სიტყვა განჭვრეტა. ანუ გონებით ეს ადამიანი, ქურუმები თუ რჩეულები, განდობილები იყვნენ თუ მოკლედ ესენი შეიმეცნებდნენ, ანუ რაღაც გარკვეულ დროს ესენი ჭრეტდნენ ამას და ინფორმაცია გადმოჰქონდათ ამ ენაში, ესე შემოგვცა ეს ენა. ეს ენა არის, მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, რომ ენას ჭირდება სპეციალური სტატუსი. ანუ ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ აქვს ჩვენი ენის მნიშვნელობა. აი მე სულ ამ სიტყვით ვამბობ, ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ აქვს ჩვენ რა გენეტიკის მატარებლები ვართ და რა ენაზე ვსაუბრობთ. ანუ ჩვენ საიდან გადმოგვეცა ეს ცოდნა, საიდან მოგვივიდა ეს ცოდნა და რამხელა მნიშვნელობა გვაქვს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ. და ამიტომ ყველამ პოლიტიკოსი იქნება, პოზიცია, ოპოზიცია, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი მომავალი თაობის კი არა, მთელი კაცობრიობის წინაშე. ამას უნდა დიდი გაფრთხილება უნდა. და ამ შემთხვევაში ახლა მე აი თქვენ გადაცემას და თქვენს იმას თქვენ გვარის მიმართ მაგალითად ხევსურეთში პირდაპირ იყო დაკავშირებული ესეთი იმით, რომ პატონყრული იყო რა პირდაპირ დაკავშირება. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გვარი ბაგრატიონის აქვს იმის პრეტენზია და თქმა ღმერთმა ქანას, რომ დადგეს სწორედ ეს საკითხი, რომ არა მარტო საქართველოში, საერთოდ კავკასიაში ამ გვარის წარმომადგენლებს შეუძლია რაღაცა გამაერთიანებელი სიტყვის თქმა. აი ეგეთი ესეთი აზრი მაქვს, რომ იქ სხვადასხვა ერებთან ურთიერთობაც იყო, სხვადასხვა მოსარიგებელი ის იყო, სხვადასხვა აღზრდის ის იყო და რა ყველაფერი იყო რა ძველად რა და ამას უნდა აღდგენა რა. თის მოცხოვრებლებში მაგალითად დღემდე არის ეს შემომჩალი, რომ კავშირი ურთიერთობა იყო პირდაპირ სამეფო ოჯახთან რა. სამეფო კართან იყო და ეს იყო ძალიან ისეთი დაკავშირებული, რომ იქ პირდაპირ აღზრდის კულტურა იყო, იქ მიდიოდნენ, თაში ზრდიდნენ ამ ბაგრატიონებთან. მე ის
მთის ხალხი ამასთან გარკვეულ ბეგარით თავისი საომარი მდგომარეობა იყო თუ რა იყო, ყველაფერს სამსახურად ამას ყველაფერს სწორად იყენებდა. ანუ ეს საქართველოს ეს ქონდა დაყენებული ეს სწორად ეს მოგეშალა, ეს უნდა როგორმე აღვადგინოთ. აი მე ესე ფიქრობ და ერთისნებით იქნებ მოხდეს ესეც. რა თქმა უნდა, თანამედროვე იმით რა, გათვალისწინებით როგორც არის ძულოს კულტურას ხალხს შეეფერება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება. ბაგრატონთა დინასტია თქვენ წარმოიდგინეთ დღესდღეობით არ არის აღიარებული როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაც კი. და ამ მიმართულებით აუცილებლად მე მაქვს დაარსებული საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდი. არსებობს დინასტიური კავშირი 95 წლიდან ბაგრატონთა სახლი. აი ამ წესდების მიხედვით ხელმძღვანელობ მე ჩემ ფონდში და ვცდილობ რომ უცხოეთთან საკმაოდ კარგი კონტაქტები გვაქვს და ვცდილობთ რომ ზუსტად აი ეს მომენტი გავიტანოთ და უცხოეთთან რატო უნდა მქონდეს მე უცხოეთიდან შემოსული კუთხით რატო უნდა ველაპარაკებოდე ჩემს ხელისუფალს რომელიც და აქაურმყოფ მე ხლა მაქვს მთლიანად საუბარი ხელისუფლებაზეც ოპოზიციაზეც და საერთოდ იმ სიტუაციაზე და თქვენი პასუხისმგებლობა არის ზუსტად ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და ის გაყოფა რაც არის არასწორი განათლების სისტემა რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა და აუცილებლად მინდა რომ აი ამ მიმართულებით სხვათა შორის ჩავწერე კიდევაც მიმართვა, ესეთი მიმართვა იყო, სადაც ვეუბნები რომ ხო შეიძლება დასხდნენ სულყველანი და ისაუბრონ და ყველაზე მთავარი ამომავალი იყოს ქვეყნის ინტერესი, იმიტომ რომ მერწმუნეთ ამ წუთის სოფლიდან ვერაფერს ვერავინ ვერ წავიღებთ. ამაში ხო ზუსტად ვართ დარწმუნებული, ხო? მაგრამ ის ძველი კოსმოლოგიური ცოდნა ჩვენ გვაძლევს იმ სულიერ სამყაროსთან, იმ ფაქის სამყაროსთან და იმ ვიბრაციებთან კავშირს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა. და ამ მიმართულებით ზუსტად თქვენი კვლევები და თქვენი მიმართულება ზუსტად ამას ემსახურება, რომ ზუსტად აი ესე რომ ვთქვათ, აი 100000-ის ეპოსი უძველესი კუშუმერული კოსმოლოგიური ცოდნა. 100000 ნიშნავს თვითონ სიტყვაზე დიდ ყურას, ანუ ესე იგი მას ვისაც ესმის ის სიხშირე და ის ვიბრაცია და ეს ჩვენთან იყო და ეს საოცარია, ანუ უდიდესი აი ზუსტად იმ უდიდესი კულტურის ნაწილი ვართ და კიდევ კარგად არ არის შესწავლილი ჯერ არქეოლოგიურად მოგეხსენებათ საქართველოს 5%-იც არ არის მეფე მიდასი იყო ესეთი მე ფრიგიელთა ის და ის გზნეული იყო რა როგორც ჩანს და მალავდა ესე თქვა ესე ასე არ უნდა ენახოთ მე ვფიქრობ რომ განათლება არის ყველაზე მთავარი და ამ განათლებაში დაიწყება თქვი პასუხისმგებლობის სწავლება და დიდი რო გაიზრდება ადამიანი ხო პოლიტიკოსი როა ხო ემან განყენებული აზროვნება რა არის ხო აი განყენებული აზროვნებას უნდა ასწავლიდნენ მე უმაღლეს სასწავლებლებში მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიით იქნა განყენებული აზროვნების დეფიციტი აქვს საზოგადოებაში დღეს ჩვენ რა რაღაცას რო ფიქრობენ ისე იგი ამ დროს იმას კი აღარ ფიქრობენ რომ ის იმის ნათქვამი იმის გაკეთებული სად წაადგება საზოგადოებას ხო აი გაოცდები რა რაღაცას აკეთებენ და ამ დროს სად მიდის ის არ ვიცი. კახეთში დავდივარ ხშირად, მთაში დავდივარ, დასავლეთში დავდივარ. სოფლები დაბერდა უკვე, ახალგაზრდები, აი შევდივარ პირველ კლასში რამდენი მოსწავლე ყავთ, ისა მე-10 კლასში, მე-11-ში რამდენი ყავთ, უკვე ეთყობა რომ უკვე ისა დემოგრაფიული პრობლემაა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ამავე დროს თანდათან მე ვფიქრობ რომ ალბათ რაღაცა აი სიმბოლიკური იმებსაც ყურადღებას უნდა მივაქცევდეთ რა
არ შეიძლება რა ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც მე შეიძლება ცუდი რაღაცითაც დაბრუნდეს რა. ეხლა აღარ მინდა ვახსენო ავაც ახსენებელის სხვადასხვა ისენი, რომელიც კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. და ძალიან დიდი სიფრთხილე აქვს სიმბოლიკებსაც რა. ძალიან დიდი სიფრთხილე, ძალიან დიდი გაფრთხილება უნდა, რომ ეს მე ქვეყნისთვის ცუდ იმაში არ წავიდეს. ეხლა ისეთ ეპოქაში და ისეთ მდგომარეობაში შედის ეს მსოფლიო მდგომარეობა ჩვენ კავკასიაში, მით უმეტეს რომ ძალიან დიდი გამოწვევებია და ამ დიდ გამოწვევებს უნდა დიდი ცოდნით თუ არ შევხვდებით, ხო, ამას ვერ გაუმკლავდება ერი რა. და ძალიან ბევრი და ის არის ძალიან დიდი ღმერთმა ქნას რომ როგორღაც ყველაფერი მშვიდობით დამთავრდეს და მშვიდობით იყოს და განვითარება გვინდა, უნდა განვითარდეს ეს ხალხი რა. ბატონო გიორგი, რა მინდა გკითხოთ, იცით? აი საერთოდ არის ესეთი ტენდენცია, ახლა მით უმეტეს ესეთ მატერიალისტური აზროვნება, რომელიც მეფობს ახლა მთელს მსოფლიოში. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალ მმართველობით სისტემაში ამაზე ამ სულიერ მხარეზე არ ფიქრობენ და არ ესმით. მაგრამ იცით, უბრალოდ აი ხალხისთვის, ესე რომ ვთქვათ, ჩვეულებრივად ადამიანებისთვის თითქოს აი ეს ამ ცოდნას ძალიან ისე ზედაპირულად უყურებენ და პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებენ. ანუ რა შეიძლება, როდესაც მმართველობა, როდესაც ნებისმიერი თუ დამეთანხმებით ამაში ბატონო გიორგი, რომ თუ საერთოდ როდესაც ადამიანს რამე ნიჭი მიეცემა, ან რამე თანამდებობა მიეცემა, ეს გარკვეულწილად მას ეხმარებიან და ამითი მიეცემა და ეს ითვალისწინებს მეტ პასუხისმგებლობას ზუსტად, რომ მან სწორად იმოქმედოს იმ პოზიციიდან და სწორად მართოს. იმიტომ რომ მმართველობა ესე არ ხდება, რომ აი იცით ჩვენ მივახციეთ ჩვენი შრომით და ჩვენი სულხან საბას აქვს რა, რომ ყოველი თხოვნა ამ ყოველი ესე იგი მცდელობა ამაო არს თუ ღმერთს თხოვეო და მან ის არ შეგეწიაო. აი ამ არაჩვეულებრივად არის და ძალიან ლაკონურად და კურთხევას ხო ეგრე იყო ყოველთვის. და რა პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენ ერს. აი ეს მომენტი რომ უფრო ღრმად გაიცნობიერონ, აი ამაზე რა შეგიძლიათ? აი ელემენტარული მაგალითად თაში გაზაფხულზე ხნარო დაიწყებოდა, სანამ ურნატი ქვია მაგას, ურნატის ხარს შეაბამდნენ გუთანში, ხო, გაზაფხულზე, სანთელს დააკრავდნენ ხარს რქებზე და ღმერთს მადლს შესთხოვდნენ, რომ ბარაკა მოეცა, მშვიდობა მოეცა და მადლს შესწირავდნენ ღმერთს. ანუ ელემენტარული აი თითოეული ოჯახი იმას ცდილობდა, რომ როგორც კი რამეს კეთებას დაიწყებდა, იქ საძირკვლის სახლის საძირკვლის ის იყო, ის თავისი კულტურა ჰქონდა, იმას ციხის აგების ის იყო, იმას თავისი ყველაფერს ამას ანიჭებდნენ, უფლის მადლს შესთხოვდნენ უფალს და მადლს ეუბნებოდნენ და ამით იწყებდნენ ამას, ხო? და ეს ბიბლიაშიც არის, ახლა ყველა კარგად იცის, რომ უხილავი ყველაზე მეტად განლაგებს, უხილავია ყველაზე მთავარი ხილულზე აღმატებული და ამას რატომღაც ჩვენს ცხოვრებაში ეს დაგვავიწყდა, ესე იგი. ჩემი მოძღვარი მყავს, მამაო და კორპუსთან თუ დამინახავენო, მეტყვიანო, მამაო, ვინმე ხوار გადაიცვალაო, გაცოდა. კი, მაგრამ მაგის გარდა ხო შეიძლება რომ მოძღვარი ნახოთ სანმე დაესაუბრო, ხო? ანუ ის სულიერების ისენიც, აი ცოტათი ისეთი კურიოზული იმეებში გადადის ხოლმე ზოგჯერ, რომ რაღაცა ისეთ იმეებშია გაკეთებული ან რაღაცა საქმეები, რომელიც აი იქ გავაკეთეთ, ეკლესია ავაშენეთ და საიდან შემოვიდა ის ფული და როგორ ავაშენეთ, არც უყურებენ იმას, მაგრამ ყველაფერს ამას აქვს თავისი მადლი, თავისი ისა აქვს, თავისი წონა აქვს თავისი. ამას ძალიან დიდი გაფრთხილება უნდა რა, ძალიან ამას სწავლა უნდა, წეღან თქვი. განყენებულ აზროვნებას ყველას უნდა ასწავლდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
და სკოლებშიც გარკვეულწილად. მე ვფიქრობ, რომ უფროს კლასებში უნდა დაიწყოს პროფესიული განათლების მიმართ ინტერესის ჩადება. მე 2-3 შევიტანე ესეთი პროექტი, ჯერ კიდეს ადრე შაშკინის დრო იყო ჯერ კიდე, მიგდან მოყოლებული და მე ახლა შევიტანეთ ეს პროექტი, რომ საქართველოს რეგიონებში პროფესიულ სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბება. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხედავ დაინტერესებას. ეს უნდა იყოს, ეს აუცილებელია. აუცილებელია ამით დაინტერესება და აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარების ისაა რა. სხვათა შორის წინა გადაცემაში ჩემი გადაცემის სტუმარი გახდათ ბატონი ნუკრი მჭედლიშვილი, აი ზუსტად ხრიდოლი და საბრძოლო ხელოვნება. აი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ზუსტად სკოლებში ბავშვობიდან საბრძოლო ხელოვნების ამზნეჩვეულებების აუცილებელი უნდა იყოს. შეიძლება ადამიანი აქვს ნიჭი თქვა კალათბურთის, ფეხბურთის, სხვადასხვა მიმართულებების სპორტის, მაგრამ მან აუცილებელი საბრძოლო ხელოვნების სისტემა უნდა გაიაროს. როგორც გოგონებმა, ასევე ბიჭებმა უნდა გაიარონეს და შემდგომ თქვა რაშიც აქვთ ნიჭი. ჩვენი გადარჩენა მაგაში იყო რა, იმიტომ რომ ყველაფერი რა წესებიც იყო ეს ყველაფერი, ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ. ესენი რომ კარგად იყოს ახლა და აი ზუსტად 10 წლის წინ, თუნდაც 10 წლის წინ რომ ეს ყველაფერი გაკეთებულიყო, აი რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს სასწავლებლები გახსნილიყო, ანუ ამ სიღრმეებში ჩასვლა მომხდარიყო, იგივე საბრძოლო ხელოვნება შესულიყო, ანუ ეს ერთი მთლიანობის ნაწილი არის, აი მთავარი ბირთვის, ხომ? დღევანდელ დღეს ესეთი გაყოფა და ესეთი დაპირისპირება ნამდვილად არ იქნებოდა ქვეყანაში. იმიტომ რომ მოზარდ ახალგაზრდები რატო არის უკმაყოფილება განათლების, რატო იქცევიან ასე? იმიტომ იქცევიან, რომ სათანადო არ ეძლევათ იმათ განათლების საშუალება და უკმაყოფილოებია ესეთი. ზოგი წარმოთქვამს ამას, მაგრამ ზოგი ვერ წარმოთქვამს, მაგრამ უკმაყოფილოა ამით. ხო და განათლების სისტემა თუ არ მოგვარდა, განათლება აი სკოლებში საბრძოლო იქნება, მთელი ჩვენი ეს ერის კულტურა თამაშებიდან დაწყებული, საბავშვო თამაშებიდან იყო იმაზე ყურადღება გამახვილებული, რომ ახალგაზრდას ბავშვობიდან ჰქონიყო თავდაცვის ნიჭი, თავდაცვის განვითარება ხოზე იყო ორიენტირებული ჩვენი ქართული ცხოვრება. მაგიტო გვაქვს ვისალმება გამარჯვება, იმიტომ რომ ეს არის ღვთისმშობლების გამარჯვება ბოროტებაზე. ჯერ კიდევ დასაბამის დროს და მთელი ჩვენი ჩვენ ამას თუ უარყოფთ და ვიღაცას დაუძახებთ, რომ აი ის იქნება მოგვეხმაროს ის და ის უფროსი ძმა უნდა მოგვეხმაროს. ჩვენ უნდა გავითარდეთ ჩვენ თვითონ. სადაც კი ციხეები იყო აშენებული, აი დავდივარ კვლევებზე ხომ საქართველოში, საქართველოს ბარგლებს გარეთ, ყველგან იყო ისე მოწყობილი სისტემა ძველ საქართველოში, რომ ყველა ციხესთან იყო დაკავშირებული, ყველა სოფელი სოფელს უკავშირდებოდა, გადასცემდნენ ინფორმაციას. ასე იყო და ესე იგი მე დავით აღმაშენებლის დროს უდიდესი რეფორმები ჩატარდა. და პირველ რიგში ამ მეფის დამსახურება, მთელი ეს მე-12 საუკუნის შედევრები და მიღწევები ეს პირველ რიგში იყო დავით აღმაშენებლის დამსახურება, რომ სწორედ მაგამ დაიწყო, განათლებით დაიწყო. და ეს განათლებაში თუ არ ჩაიდო მთელი ის ყურადღება, ხო, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს დავკარგავთ რა და ღმერთმა არ ქნას. აი მე ასე ვფიქრობ, რომ განათლების სისტემა არის ერთადერთი ქვაკუთხედი, განათლება და მეცნიერება რა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ვფიქრობ, რომ ნამდვილად ესეა და იცით დღევანდელ დღეს განსაკუთრებით პრობლემატური არის იცით აი რამდენად ამახინჯებს ადამიანის სულს და როგორ ცუდ აი აქვეითებს ბილდ სიტყვაობა, რომელიც დღეს არის მასიურად შემოსული. შმაკეულისეულები. თქვენ აი გინება არ იყო, მთაში მაგალითად გინება არ იყო რა, რისხავდეს ეთყოდნენ, გრისხავდეს, გინება არც იყო მიღებული, იმიტომ რომ ეს გინება უარყოფით ისაა, შმაკეულის ის არის რა. და მით უმეტეს კიდე დღეობებში აჩვენებდნენ თავისებურ კულტურას, რომ
ყავდა ერთი ხევისბერი ხუცესი კაცი და აი ხო დღეებაში ეხლა ნასვამა რაღაცა რომ შემოლაძულსო ხმას ვერ გაუცემო, იმიტომ რომ ხატის ხათრი მაქვს მე. თავისი კულტურა აქვს იმას ყველაფერს დღეობების დროს, განწყობებს, ლექსიკას, სხვადასხვა სიმბოლიკები აქვს, სხვადასხვა ჩართულობა, ანუ მთლიანობის შეგრძნება, რომ ადამიანი არ არის ცალკე გამოყოფილად, ანუ მთლიანად გძრობს ის ამ თემსთან არის მთლიანად. ესე იყო ბარშიც მაგალითად. ბევრ რაღაცეებში, აი მაგალითად გვარებში თავისი განშტოებები გვაქვს, მამიშვილობას ვეძახით, ეს ერთგვარი კოდირებულია, რომ ყველა მიცოდა ვინ იყო და ამით იყო გარკვეულ 9 მამაზე მიდიოდა ეს მამიშვილობა და იცოდნენ მოკლედ რა ეს ერთგვარი კოდირებული ინფორმაცია იყო ეს. სხვა რჯული ვერ დაიბრალებდა რა იმ გვარის იმას რა. ასე იყო დაკონკრეტებული გვარის ის. და ამან გადაგვარჩინა. ამან გადაგვარჩინა ეს ადროშოები შემთხვევით კი არ იყო, ის ადროშოების გარკვეულ დადებით როლს თამაშობდა, იმიტომ რომ ეს სადროშოებს თავისი დროშა ჰქონდა, ეს დადიოდა ეს მთებზე ეს დროშა. და იმ მთებზე, სადაც ხდება სწორედ ის კოსმოგონიური ის ინფორმაციის მიღება და იმ დადებითი ენერგეტიკის მიღება, ის დროშებიც მონაწილეობდნენ ამაში. და ეს დროშები აუცილებელი ამ დროშების ტარება ისევ აღსდგეს და გაკეთდეს და ადრე იყო ეგეთი წესი, რომ ხევსურები თუშეთში გადადიოდნენ სალოცავად, თუშები ლაშქარის ჯვარშიც მოდიოდნენ სალოცავად, ხევსურებიც ასევე დადიოდნენ და ეს ყველაფერი აღსადგენია. ასევე მთის კავშირი იყო ბართან, რომ ბარიდან ადიოდა მთაში სპეციალური სარიტუალო ზედაშეზღვინო ადიოდა, იქიდან ჩამოდიოდნენ ლოცვაში მაგალითად ხახმატის სალოცავები ახმეტაში და შილდაში და ამას ყველაფერს თავისი ის ქონდა, კავშირი ქონდა რა ამას ერთმანეთთან და ამით იყო შეკრული საზოგადოება. დღეს სამწუხაროდ გაგვეთიშა ეს საზოგადოება და ეს ყველაფერი ეს გამოიწვია იმ 30 ჩვენი აი საოცარია, მაგრამ 30 წელია რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გვაქვს ხო და ელემენტარულად ახალგაზრდების გაუცხოება ხდება რა. გაუცხოება ხდება ეროვნულის მიმართ რა. აი ახლობელი რომ იმას გეტყვის, რომ რაღა დროს ჯიში და ჯილაგია და ის არის რა ქვია 21 საუკუნეა და რა სამკაც უთხარ აგე ბრიტანეთში კატებს და იმას იმათ ჯილაგს კითხულობენ რომ ადამიანების თვალთან ჩვენთანაც ძალიან კითხულობენ მაგას და ადამიანზე ესე იგი და საოცარი ის არის აი ესეთი გაუცხოება ხდება ღმერთმა არქნას რომ ეს გაგრძელდეს რა რაღაცა უნდა ვიფიქროთ აი წეღან მინდოდა მე თქვა და ყველას პოლიტიკოსებს ხო ყველას მთავრობის აპარატს თავისი მაღლის აპარატს იმას თავისი ეროვნული სახელწოდება აქვს რუსეთში დუმა ქვია აი თურქეთში მეჯლისი ქვია იქ სეიმი და ესეთ ხო შეიძლება რომ ქართული რაღაცა დავარქოთ კაცო ამ პარლამენტს რა არ გვინდა პარლამენტის სახელწოდება საერთოდ ქართული იყოს რაღაც სახელწოდება თქვა დარბაზი ან რაღაცა დავარქოთ რომ იქნებ რაღაცით წარმოვიდეს რაღაცა ქართული ეროვნული ისენი და ამით განვაახლოთ რა იმის რომ რაღაცა გაცოცხლდეს რა ცოტა თორე თითქოს აი მინავლებულია რა ეროვნული ის და რაღაც უცხოეთზეა მინდობილი ან ევროპაზე ან იქიდან რას გვეტყვიან ჩრდილოეთიდან ან სამხრეთიდან რა ვიცი კაცო ამხელა ბირთვი ქონდა ჩვენ ეროვნულში ჩადებული და ის მოძრაობდა ის ბირთვი და თითქოს ეს ის აქნა მინელდა რა ესე იგი თუმცა არაფერი მერტმა არქანს რომ ბატონო გიორგი ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მე ძალიან მინდა რომ ჩვენ გავაგრძელოთ და კი ბატონო უფრო ესე იგი შემდეგი გადაცემა თქვენის ნებართვით თუ გვეწევით კიდევ უფრო ვთქვათ რაღაც გარკვეულ დეტალებში რომელშიც ვთქვათ შესაძლებელი იქნება რომ შევიდეთ რომ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის იგივე ყველასთვის აბსოლუტურად ვინც გვისმენს მათთვის უფრო გასაგები გახდეს ბევრი რამ თავიანთი ჩვენი კულტურის შესახებ და ჩვენი ფესვების შესახებ და უფრო აი საინტერესო ისტორიები გეცოდინებათ თქვენ უამრავი აი ეს ყველაფერი რომ ანუ ეს დაინტერესება და ეს მოხტი
გადავცეთ ესე რომ ვთქვათ, აი თქვენი დახმარებით ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქართველობას და ყველა ვინც ქართველობს ესე რომ ვთქვათ რა და საერთოდ ადამიანობის რანგში ვინც არის ესე რომ ვთქვათ რა ანუ ადამიანობის რანგი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მინდა გთხოვოთ რომ აი ბაგრატიონებს რას გვირჩევთ? ბაგრატიონებს ურჩევ პირველ რიგში დღეგრძელობას და გამარჯვებას ურჩევ და მოკლედ როგორღაც უნდა იყოს ეს მეფის ტიტულატურა უნდა გქონდეს საქართველოში, იმიტომ რომ ეს ერთადერთი გვარია საქართველოში, რომელსაც შეუძლია წეღან თქვი აფხაზებთანაც, ოსებთანაც და სხვა ერის ხალხთანაც საუბარი და ეს როგორღაც უნდა მოხდეს, ისეთ დონეზე უნდა გაკეთდეს, რომ კურთხევა უნდა მოხდეს რა, აი როგორ ძველებურად კურთხევა იყო და სიმბოლო უნდა იყოს და ამან თავისი კულტურული გავლენა უნდა ასევე გააგრძელოს რა. ყველა აი შეიძლება ვიღაცას წარმოუდგენელი ეჩვენოს ესეთი რაღაცა, მაგრამ რატომ არის აი ყველა ქვეყანაში არის შემორჩენილი მეფეები, ვინც ყავდათ, ვინც გვარი იყო, ყველა სასახლეებია შემორჩენილი. და ბაგრატიონებს არაფერი არ შემორჩა თითქმის. ერთადერთი თელავში აქვს ერეკლე მეფის ისა რაღაცა ესეთი. რატო არ შემორჩათ იცით ხალხო? იმიტომ არ შემორჩათ, რომ ეს სამეფო ტიტულატურა მთელი ეს რაც კი რამე შემოდიოდა, ხო? მიდიოდა ეს ყველაფერი ამ კულტურაზე. საიდან მოვიდა ის ისრაელში მარტო იერუსალიმში 30-ზე მეტი ეკლესია მონასტერი ქონდა სინაის მთაზე, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, რუსეთში. ეს ყველაფერი სამეფო ოჯახიდან მიდიოდა და სამეფო ოჯახი იღებდა ამ იმაში. ამიტომ არ შემორჩა. ეს უნდა დაინახოს თელმა ხალხმა. უნდა იგრძნოს, რომ ეს ეკლესია მონასტრები რომ მუშაობდა ადრე, ესენი იყვნენ ერთგვარი საელჩოები იყვნენ. ჩვენი კულტურის, ქართული კულტურის გამავრცელებლები იყვნენ. და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ვინც რუმინეთში ყოფილა, ამ ბულგარეთში, ყველა მიცის იქ, რომ ქართველების ამხელა დამსახურებაა და მოკლედ ეს უნდა როგორღაც ეს ბაგრატიონთა ის რაღაცნაირად უნდა გაკეთდეს, იმით რომ ღვთის მადლით და კურთხევით როგორც სიმბოლო უნდა აღდგეს ეს და დაილოცოს, უნდა დაილოცოს რა. სუფრაზე იშვიათად გამიგონია, კაცო, სამხედროებს ქართული ჯარი უნდა დაალოცოთ ხალხო. უნდა დაილოცოს, ქართული ჯარი უნდა დაილოცოს. არ ვიცი. გასაგებია ბატონო გიორგი, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და თქვენს გადაცემას სიამოვნებით. შემდეგ შეგვიძლია სადმე თემატური ტური გავაკეთოთ და ადგილზე რაღაც სამეცნიეროის აღნიშნოთ. აუცილებლად ჩვენი ტელეკომპანია პლუსი ან მზის ბუდეებზე გავიდეთ სადღაც საჩვენებლად, ან რაღაცა ისეთი ხვამლის მთაზე, ან სადმე ან საროზე, ან აბულზე შეიძლება ასვლა და იქ ძალიან საინტერესო სამეცნიერო იმის გაკეთება შეიძლება და ჩაწეროთ და აი ეს კულტურა უნდა როგორღაც გავაძლიეროთ რა. სამეცნიერო იმით. აუცილებლად. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი თქვენი საუბრისთვის. პატივცემულ ტელემაყურებლებო, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მე პირადად, როგორც ბაგრატიონი, აბსოლუტურად ესე რომ ვთქვათ, შემოვდივარ და სრულ გახსენებაში მინდა აღვიდგინო და აღვადგინო ეს ყველაფერი და ჩვენი დინასტია თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენს მთას, ჩვენს ამ ცოდნით გავჯერდებით, კარგად გამოფხიზდებით და გამოვიღვიძებთ, როგორც საჭიროა და ჩვენ სიტყვას ვიტყვით. და მინდა ჩემი საყვარელი ფრაზით დავასრულო გადაცემა, რითაც ყოველთვის ვასრულებ ხოლმე. ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე. ამინ.